ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირდაპირ გადააგდო ვლადიმერ პუტინი და აღარ აგზავნის კადიროველებს, ანუ ჩეჩენებს პუტინის ომში. გახსოვთ ეს 2022 წლის ვიდეოები, როცა კადიროველების ბრბოები, კამერებით ყვირილი, ახმად ცილა, კადიროვი პირადად იმუქრება ლონდონამდე მისვლით და ასე შემდეგ. მაშინ კადიროველებს TikTok-ის ჯარი შეარქვეს. ეხლა კი გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოისმინეთ რაიმე ჩეჩენებზე ამ ომში. ჩემი აზრით ეს ვიდეოები უცებ სადღაც გაქრა. სწორედ ასეა, დიდი ხანი აღარ გამოჩენილან. დღეს კი გამოცემა The Economist-მა ახსნა, რატომ გაქრნენ კადიროველები უცებ სიახლეებიდან. აღმოჩნდა, რომ კადიროვი უბრალოდ ხელს უშლის თავის ხალხის ფრონტზე უკრაინაში გაგზავნას, ამასთან ერთად ის კამერების წინ ლამაზად გამოდის და საკუთარ თავს პუტინის ქვეითად მოიხსენიებს. მოდით ახლა დეტალურად განვიხილოთ ეს ისტორია, რადგან ფაქტობრივად კადიროვმა დაბერებულ ვლადიმირ პუტინს უთხრა: მოусმინე, ეს შენი ომია, შენ თვითონ იბრძოლე მასში. იქ ჩეჩნები არ იქნებიან. ომი დაიწყე, ეხლა თავადვე მოაგვარა. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუნწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლობელი ვიქნებით თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, The Economist-ის მონაცემებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა ცხარომ თქვა, რომ მიუხედავად კრემლისადმი საჯარო ლოიალობისა, რამზან კადიროვი სინამდვილეში არ არის მზად მასობრიოდ გაგზავნოს ჩეჩნეთის მცხოვრებლები ომში უკრაინის წინააღმდეგ. ცხარო სიტყვასიტყვით ასე ეუბნება The Economist-ს. ჩეჩნეთის ინტერესები უბრალოდ აღარ ემთხვევა კრემლის მიზნებს უკრაინაში და კადიროვს არ სურს რესპუბლიკის მოსახლეობის მსხვერპლად გავება ასე წოდებული რუსული სამყაროსთვის. თუმცა თავად ის თითქოს იწონებს თავს პუტინის ქვეითის როლით, მაგრამ შესანიშნავად ესმის რეალური მდგომარეობა. საქმე იმაშია, რომ კადიროვმა უბრალოდ გაიგო, რომ სწრაფი გამარჯვება აღარ იქნება, ამიტომ თითქოს უთხრა პუტინს, რომ ახლა უკვე შენ თვითონ გააგრძელე. ეხლა კი ციფრები, რომლებიც ამხელენ მთელ ამ ისტორიას პათოსური ყვირილებით, ახმად ცილა. მაგრამ სინამდვილეში რა ძალაა, ეხლა გავარკვევთ. კადიროვი გახსენეთ, საჯაროდ განაცხადა. კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთმა ფრონტზე 70,000-ზე მეტი ჩეჩენი მებრძოლი გაგზავნა. ეს დაახლოებით შეესაბამება ჩეჩნეთის მთელი მამაკაცური მოსახლეობის 10%-ს. რა თქმა უნდა, შთამბეჭ დავაჯრებს, მაგრამ აი რეალობა. ჩეჩნებზე მოდის მხოლოდ დაახლოებით 2/10% რუსეთის არმიის დადასტურებული საერთო დანაკარგებიდან. ანუ, ან ეს 70,000 ციფრი უბრალოდ გამოგონილია ლამაზი სტატისტიკისთვის, ან ჩეჩნებს ფრონტზე მართლა ასე ამყოფებენ, რომ ისინი იქ განსაკუთრებით არ დაიღუპონ, ანუ ფრონტის ხაზიდან მოშორებით, და რომ მათ შეეძლოთ შეექმნათ საშიში სურათი, მაგრამ მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდნენ. და როგორც ჩანს, სწორედ ეს მეორეა სიმართლე. გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, რომ ჩეჩენ სამხედროებს თითქოს პირდაპირ ურჩევენ, რომ თავი დაიზოგონ და წინა ხაზზე არ წავიდნენ. მათ თითქოს ეუბნებიან, რომ რუსი ივანები და შესაძლოა ბურათებიც წავიდნენ დასაღუპად, ხოლო კადიროველები მხოლოდ გამარჯვების ვიდეოებს გადაიღებენ. აი რუსი ივანი მოგდა და ეშმაკმა წაიღოს. ვის აინტერესებს ეს რუსი ივანი? დაეთანხმეთ სასაცილოდ ჟღერს იმ არმიისთვის, რომელიც კადიროვის თქმით ლონდონამდე უნდა მისულიყო. მაგრამ რატომღაც წინა ხაზზე მაინც არ გადიან. მიდიან ლონდონზე, მაგრამ ნულოვან პოზიციაზე არავითარ შემთხვევაში არ გადიან. ეხლა კი მოდით გავიხსენოთ, საერთოდ რით დაიწყო ყველაფერი, იმიტომ რომ კონტრასტი აქ ნამდვილად თვალსაჩემია. 2022 წელს კადიროველებს TikTok-ის ჯარი შეარქვეს. მათი რაზმები, საშუალოდ 200 კაციანი, თან ახლდათ მთელი არმია ვიდეო ოპერატორებისა, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე კამერაზე ირებდნენ ასეთ გამარჯვების რეპორტაჟებს. არც ერთ სხვა რუსულ დანაყოფს არ ხავდა ესეთი რაოდენობის ოპერატორი შტატში. ყოველი ჩეჩენი, რომელიც კადრში ხვდებოდა, ვალდებული იყო პირადად მიემართა ასე წოდებული პადიშაჰისთვის, ანუ თავად რამზან კადიროვისთვის. ბრძანების შესრულების დადასტურებით. PR იყო მთავარი პროდუქტი, არა საბრძოლო შედეგები. მთავარი პროდუქტი იყო ლამაზი ვიდეო და სწორედ აქ დაიწყო აცდენა რეალობასთან. უკვე უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში მათი კოლონა, ანუ კადიროველების კოლონა, ბაირაქტარების დარტყმება გაანადგურა. დაიღუპა ათეულობით ჩეჩენი დაქირავებული. რუსი ჯარისკაცები თავად დასცინოდნენ მათ. და შეგახსენეთ,
ეს ძველი მემური ვიდეოა გადაჭრილ საუბარში. ერთი რუსი ოკუპანტი ცოლს პირდაპირ ეუბნება, ციტატა: ახმად-ახმადცილა გაიქცნენ. ბოდიში, მაგრამ ეს ციტატაა. მათ კიდევ იყენებდნენ როგორც დამბლოკავ რაზმებს. ანუ ისეთ დანაყოფებად, რომლებიც უნდა ესროდნენ საკუთარ უკან დახეულ რუს ჯარისკაცებს. თუმცა არა საკუთარ. ისინი ხომ ხვდებიან, რომ რუსი ივანი მათთვის არ არის უსამართლო. დამატებით კადიროელებიც გამოირჩნენ სამხედრო დანაშაულებებში, მათ შორის ბუჩაში ხოცვა ჟლეტაში. ასე რომ ის ხმაურიანი იმიჯი დაუმარცხებელი ისლამის მებრძოლებისა სინამდვილეში აღმოჩნდა პროპაგანდისტული შოუ კამერებით და არა რეალური საბრძოლო ძალა. მაგრამ როგორც მიხვდით, ეს შოუც კი სადღაც გაქრა. კიდევ 2022 წლის სექტემბერში, როცა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა საერთო მობილიზაცია მთელ რუსეთში, კადიროვმა თავის ოპერატიულ შტაბთან თათბირზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება. იმიტომ რომ რესპუბლიკამ თითქოს უკვე გადააჭარბა გეგმას მოხალისეების ხარჯზე. გახსოვთ ხო, მათი რაოდენობა თითქოს 70,000-ია. მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მისმა პრეზიდენტმა ილმან ვახიდოვმა დაიწყო უარყოფა იმ ინფორმაციისა, თითქოს ჩეჩნეთში მობილიზაცია გაუქმდა. განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თითქოს ოპოზიციური გამოცემებისა და უცხოელი აგენტების ინტრიგებია. თითქოს კადიროს ასეთი არაფერი უთქვამს, რას ამბობთ? ანუ მაშინაც კი ჯერ კიდევ 2020-2022 წელს აშკარა იყო შეუთავსებლობა. ანუ ერთი მხრივ კადიროვის საჯაროდ ამბობს, რომ მობილიზაცია არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ მისი პრესსამსახური ცდილობს ყველაფერი ჩაახშოს და ისე წარმოაჩინოს თითქოს განსაკუთრებული არაფერი თქულა. ანუ მაშინაც უკვე გასაგები იყო, რომ კადიროელები უბრალოდ სურათისთვის იყვნენ, რომ თითქოს აი ნახეთ კადიროელები. ისინი ხო მიჩვეულები არიან, რომ რუსი ივანები უბრალოდ ეშინიათ მათი. ობიექტურად რო ვთქვათ, რუსეთი და რამდენი ვიდეო იყო, სადაც კადიროელი მანქანიდან გადმოდის და ყველა უბრალოდ ბოდიში შარვალში ჩაისვეთ. აი ასე. გასწოთ ეს ვიდეოები რუსეთიდან, როცა ეს კადიროელები ავტომატებით მოსკოვში დადიან, ჰაერში ისვრიან და იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინელებიც, ისევე როგორც ეს რუსები, ისინი უბრალოდ კადიროელს დაინახავენ და შეშინდებიან. ეს ხომ კადიროელია, მაგრამ ასე არ მოხდა. ცოტა შეცდნენ. ეს კადიროელები, გახსოვთ, იქ კადიროვი ამბობდა ზელენსკი მოგაკითხა. რაღაც ვერ მივიდე როგორც ჩანს. და აი აქ ეხლა 4 წლის შემდეგ The Economist ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ის 2022 წლის ისტორია ერთჯერადი ეპიზოდი არ ყოფილა. ეს იყო კადიროვის სისტემური სტრატეგია. კადიროვმა გამოცემის შეფასებით, მაშინ მოახერხა მასშტაბური იძულებითი მობილიზაციის თავიდან აცილება რესპუბლიკაში. და პარალელურად თავად ომს იყენებს ჩეჩენი ხალხის დამცველის საკუთარი იმიჯის გასამყარებლად. ანუ ის ერთდროულად ხმამაღლა უჭერს მხარს პუტინს კამერის წინ და ჩუმად უფრთხილდება თავის ხალხს ნამდვილი ომისგან. ეს კლასიკური ნაბიჯია პატარა დიქტატორის მხრიდან, რომელიც დიდ დიქტატურაშია, იცით? ანუ ჩეჩნეთში ის თითქოს გმირია, რომელმაც თავისი ხალხი ომში არ გაგზავნა, მაგრამ ამავე დროს საჯაროდ ამბობს, კი, თუ რამეა გამიშვით, მე იმ ზელენსკის მოვკლავ და საერთოდ ლონდონამდეც მივალთ. ანუ აი ესეთ სიტუაცია. რატომ გამოსდის ეს კადიროვს საერთოდ? ესეც მარტივად აიხსნება და აქ საქმე მარტო კადიროვის ეშმაკობას არ ეხება. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც 35 წელზე უფროსია, კარგად ახსოვს დამანგრეველი ჩეჩენური ომები. ბომბარდირებები, წმენდები, ყველაფერი ის, რაც რესპუბლიკამ უკვე გამოიარა ელცინისა და ვლადიმირ პუტინის მმართველობის ადრეულ პერიოდში. და ამ საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არის მხარდაჭერა ახალი დიდი ომის მიმართ, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთი თაობა ჩეჩენი მამაკაცებისაც აიღოს. ასე რომ კადიროვი ფაქტობრივად უბრალოდ კითხულობს საკუთარი ხალხის განთხოვას და აცნობიერებს, რომ რეალური მასობრივი მობილიზაცია შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე ვლადიმირ პუტინის იმ გამელოტებული ჯუჯის უკმაყოფილება. ასე რომ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, 2022 წელს ჩეჩნები იყვნენ ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე გაპიარებული ნაწილი რუსული პროპაგანდისა კამერებით, ლოზუნგებით და ლონდონამდე მისვლის დაპირებებით. ფაქტობრივად კი ისინი აღმოჩნდნენ მხოლოდ საჩვენებელ დანაყოფად, მინიმალური რეალური დანაკარგებით, რომელიც ეხლა 2026 წელს საბოლოოდ ჭრილში გადავიდა. იმიტომ რომ მათი საკუთარი პადიშახი გადაწყვიტა, რომ ეს პუტინის ომია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ თავისი თანამემამულეები გაუშვა სიკვდილზე ვიღაცის უცხო რუსული სამყაროსთვის. თითქოს იცით, სიტყვებით პუტინის ქვეითი ყოფნა კარგია, მაგრამ სულ სხვა, როცა საქმე ეხება რეალურ კუბოებს, რომლებიც რესპუბლიკაში ჩამოვა. ამ ყველაფრიდან შეგვიძლია ერთი მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ. ეს ეხება არა მხოლოდ ჩეჩენებს, არა მხოლოდ კადიროელებს, არამედ მთლიანად მთელ განუვითარებელ რუსეთის ფედერაციას. დასკვნა ასეთია. რუსული დათვი მხოლოდ სიტყვებითაა დიდი და ძლიერი. მაგრამ როცა ამ დათვს სახეში ურტყამენ, ის უცებ ჩვეულებრივ ცხოველად იქცევა,
კუთხეში მიმწყდეულ ცხოველად, რომელსაც ეშინია და რომელიც იმალება, რომელიც თავის თათს წოლს და მორჩა. აი ეს არის ნამდვილი რუსული დათვი, არა ის, როგორც მას ხატავენ. ასე ამბავიც ქადიროვთან დაკავშირებით. მისი ყველა მამაცი მებრძოლი უბრალოდ გაქრა, ხოლო ომს აგრძელებენ იცით ვინ? ჩვეულებრივი რუსი ივანები, რომლებიც არავის ენანება. აქ წერტილებს დავაყენებ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.